ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. ირაკლი კობახიძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგი ოცნების საპატიო თავმჯდომარის ქებას მიუძღვნა. კობახიძემ თქვა, რომ ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის როლზე პოზიციის კიდევ ერთხელ დაფიქსირება სატელევიზიო დებატებში ოცნების ოპონენტების ბრალდებებმა გადააწყვეტინა. კობახიძეს არ მოსწონს, როცა ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ხელისუფლებას ივანიშვილის რეჟიმად მოიხსენიებენ და მიიჩნევენ, რომ ქვეყანა არა დემოკრატიული წესებით, არამედ ერთპიროვნულად იმართება. კობახიძემ ივანიშვილი დღეს დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში აქო. ბიძინა ივანიშვილი არსებითად არ ერევა სამთავრობო მენეჯმენტში და საკადრო გადაწყვეტილებებში. ამავდროულად მე როგორც თავრობის მეთაური და მართულ პარტიაში მეორე პირი ხშირად სარგებლობ მისი რჩევით, როდესაც საქმე ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს ეხება. მისი რჩევები ყოველთვის ფასდაუდებელია და ამ შესაძლებლობაზე უარისქმა პირველ რიგში სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არასწორი იქნებოდა. ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად პერიოდულად იმართება გუნდის ლიდერების შეკრება, სადაც პოლიტიკის საკვანძო საკითხები განიხილება. ის უნდა აღენიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი განსხვავებულ აზრს განსაკუთრებულ პატივს შესაბამისად გუნდში ყველა აზრი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობის საფუძველზე ყალიბდება. ვერავინ მოიტანს ვერც ერთ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან რაიმე პირადი სარგებელი მიიღო. იმის დამადასტურებელი ფაქტი კი, რომ მან ქვეყნის ინტერესებისათვის საკუთარი პირადი გაიღო, უამრავია. კობახიძე, რომელიც ოცნების მოქმედი თავმჯდომარე არ მალავს, რომ პარტიაში პირველი პირი თავად არ არის. მან ბრიფინგზე დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად პერიოდულად იმართება გუნდის ლიდერების შეკრება, სადაც პოლიტიკის საკვანძო საკითხები განიხილება და სადაც კობახიძისვე თქმით, საპატიო თავმჯდომარის აზრი იმარჯვებს. ერთ დროს სამაგალითო ევროპულ ქვეყნებში დღეს უმძიმესი ტენდენციებია, რაც სწორედ იმის შედეგია, რომ მათი ხელისუფლებები არა საკუთარ ხალხებს, არამედ გარე ძალებს ემსახურებიან. ბიძინა ივანიშვილის მიმართ აგრესიის მთავარი მიზეზი სწორედ ამას უკავშირდება. მან ქართველი ხალხი გაათავისუფლა აგენტოკრატიისგან და მას დაუბრუნა ის, რაც ეკუთვნოდა დემოკრატია და არჩევნების უფლება. დასასრულს კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რაც არაერთხელ მithქვამს. ის, რომ დღეს საქართველო ინარჩუნებს 14 წლიან უწყვეტ მშვიდობას. ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს. ქვეყანას აქვს ძლიერი დემოკრატიული სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები. ადამიანზე ზრუნა სახელმწიფოს მთავარი სახელმწიფო პრინციპია და საქართველოს ეკონომიკას სწრაფი ტემპით იზრდება, პირველ რიგში არის სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. დღეს ივანიშვილისთვის საქებარის სიტყვები არ დაიშურეს არც ოცნების სხვა წარმომადგენლებმა. ირაკლი კირცხალიამ, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერია, სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და დაეთანხმა კობახიძის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ივანიშვილი პოლიტიკის გროსმაისტერია.